სპორტი და იმედგაცრუება სამწუხაროდ ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ხშირია სპორტში იმედგაცრუება. თქვენს კარიერაში სარწმუნებული არ იქნებოდა და ზოგადად სპორტსმენის ცხოვრებაში ყოველთვის არის ეგ მომენტი. თქვენ ახსაზრდელებს თუ ასწავლეთ იმედგაცრუების დროს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ არ გატყდეს და თქვენ შვილთან თუ გქონიათ. ეხლა უყურე სულ ამის მთქმელი ვარ, წაგება და მოგება ძმები არიანო. წაგება და მოგება არანაირად არ არიან ძმები. ვა, ტაურა მაგარია. მართლა არ არიან ეხლა ელემენტარულს სულ ამას ვიტყვი ხოლმე რა ეხლა ჩემში წაგება როგორ ხარ ჩემპიონი რომ მოდიხარ გინდაც გამარჯვებული აეროპორტში გამოდიხარ პირველი გამოდიხარ და რო წააგებ აი როგორ არიან რო წააგებ კიდე ყველა რო გადის სუბოლო იმალები და რო არც ერონაირად არიან ძმები თავაწეული გარებიძაშვილებიც არ არის არ არიან გარებიძაშვილი აი ეს ბავშვებს ჩვენ ვეუნებით ეგ დამწყებებს შეიძლება მაგრამ ჩამოყალიბებულ სპორტსმენს წაგება და მოგება რა შვილს როგორ ვეტყვი ახლა რომ წაგება და მოგება შვილს კი არა სპორტ ამათ არ შემოსწავლებს რამე შვილმა სხვა შეიძლება სხვანაირად გაიგოს მაგრამ მე შემოსწავლეს და ჩემ შვილს მამობრივი სიყვარული შეიძლება სხვა არის მაგრამ ურთიერთობა და ადამიანობა ერთ და იგივეა მაგრამ როგორ შეიძლება კაცო არ არსებობს ჩემი თხოვნაც არის მუდარაც არის და რა ვიცი რომ წაგებას თუ არ წააგე მოგების ეგეც სიმართლეა რომ ვერ გაიგებ სიხარულს მაგრამ თავიდან წააგე და მე აღარ წააგურა მაგრამ როცა ხდება რომ აგებს ადამიანი თქვენი მოსწავლე ან თქვენ შულს რაღაც იმედგაცრუება აქვს აი ამ შემთხვევაში უფროსის როლზე მინდა რა თქმა უნდა ეს ვანაირია კაცონა ჩაიხუტა გულში ჩაიკრა შვილია გინაშვილი იყოს გიდა მოსწავლე იყოს უნდა მოეფერო კაცო აბა ეხლა იმასაც რომ შენ თუ გაბრაზებული ხარ და ერთხელ მე მქონდა ეგეთი ის რა მე მქონდა ჩემ მოსწავლესთან ეგეთი განვიცადე მართლა განვიცადე მაგრამ უყურე ჩემზეც იმოქმედა კაცო ერთხელ უთხარი რომ არ დაგახჩოს მეორედ უთხარი მეორე შეჯიბზე უთხარი არ დაგახჩოს მესამე შეჯიბზეც ვეუნები არ დაგახჩოს და კიდე ახჩობენ და გადი მე უთხარი წადი აღარა შეგარ მოჭიდა აი რაღაცად და ეხლაც ნანო ბრა აი მართლა დედის სულს ვარ მართლა ნანო ბრო უხეშად გამომივიდა ხა ცოტა უხეში არა ვარ მაგრამ როცა გაუბრაზდები უხეშიც ვარ გაუბრაზდე ესე უთხარი წადი რაღაც შეგარაფერი არ გამომამეთქი აღარ დაგინახო დარბაზში შემოსული მეთქი რომ გაუბრაზდე ახლა მე კაცო შემოსწავლებს კი არა მშობლები რომ დადიან ყველას მაგათ თქვენი ლამაზ თვალები კი არ მომწონს მე რომ გავარჩევს და ამდენ შრომას რო ვდებ უნდა იყოს შედეგი შედეგზე ორიენტირებული აბა თუ შედეგზე ორიენტირებული არ ახარ გიდა შვილზე და გიდა მოსწავლეზე